მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის, თავისუფლება სინდისის პატიმრებს. შალვა პაპუაშვილის პასუხად, მოდი პატარა რეტროსპექტივა გავაკეთოთ, ხო? მას შემდეგ, რაც ეს ამბავი მოხდა, პირველ თუ მეორე დღესვე დააკავშირეს, მათ შორის თვითონ პაპუაშვილმა და სხვა სპიკერებმა, მოლაპარაკებმა, თავებმა ქართული ოცნების ალეკო ელისაშვილის ქმედება ევროკავშირთან, კონკრეტულად ალდესთან, იმ პოლიტიკურ ოჯახთან, რომლის წევრიც გახლავთ ლელო ძლიერი საქართველო და ამას მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ჩვენ მართალია საარჩევნო კოალიცია გვქონდა პოლიტიკურ გაერთიანება მოქალაქეებთან, რომლის თავმჯდომარეს გახლავთ ალეკო ელისაშვილი, მაგრამ ევროპული პოლიტიკური ოჯახის ალდეს წევრი არის მხოლოდ ჩვენი პარტია ლელო ძლიერი საქართველო. ის პოლიტიკური ალიანსი, პოლიტიკური კოალიცია, რომელიც ჩვენ გვქონდა და გვაქვს, არის იმის შედეგი, რომ ქართული ოცნებისვე საკანონმდებლო და საკონსტიტუციო ცვლილებებით აკრძალული არის საარჩევნო ბლოკები, როგორც მიღებული ფორმა, ახლა ეს კარგია, ცუდია, სხვა საკითხია, ინსტრუმენტალიზებული იყო ეს ქართული ოცნების მიერ, აკრძალეს ბლოკები, რათა წინაღობები და ბარიერები შეექმნათ ოპოზიციური პარტიებისათვის და ჩვენ შევქმნით ესეთი პოლიტიკური ერთობა, რომელსაც არანაირი სამართლებრივი ფორმა არ აქვს. თავიდანვე დაიწყეს ამის ევროკავშირთან მიბმა და თქვეს რომ ევროკავშირის დავალებით მოქმედებდა ალეკო ელისაშვილიო. თუმცა მაინც ეს თქვათ ფორმა შეიძლება სამართლებრივი არ აქვს, მაგრამ პოლიტიკური პარტნიორები იყავით მთელი ეს პროცესი. ხომ ასეა? ეს სხვა საკითხია, მაგრამ ისევ პაპუაშვილს დაუბრუნდეთ მის უფრო ადრინდელ განცხადებას. ერთ სიაში იყავით და პირველი განცხადება იყო მოწოდება. ეს სხვა საკითხია. პირველი მოწოდება იყო რომ ველოდებითო როდის გარიცხავთ ალეკო ელისაშვილს თქვენი პარტიიდანო. ახლა რითი შეიძლება ესეთი განცხადება აიხსნას, მით უმეტეს ადამიანისგან, რომელიც მართალია არალეგიტიმური, მაგრამ ამ ქვეყანაში ფაქტობრივად მოქმედი ძალაუფლების ერთ-ერთი შტოს, ხო, საკანონმდებლო შტოს სპიკერია და პირველი პირია, რომელიც ამბობს, რომ გარიცხეთ პარტიიდან, ეს არის ან ფაქტების უცოდინრობის ბრალი, ან მეორე უფრო უარესი, რაც მას ხშირად შვევია, ეს არის ძალიან ბინძური, მიზანმიმართული პროპაგანდის და პოპულიზმის ნაყოფი. ხო? იმიტომ რომ ეხლა პარტიების ინსტიტუციური ერთობა და პარტიების ერთობა რაღაც ევროპულ სტრუქტურებში არის მეორე საკითხი, ხო, კიდევ რა, ეს სულ სხვა მიზნებს ემსახურება, შესაბამისად ეს იყო ის პროპაგანდისტვის გადაყრილი საკენკი, რომელიც პაპუაშვილმა მაშინ ჯერ დაიწყო. მერე დააწესა რაღაცა ვადები, ნუ მიხვდნენ რომ ეს არ იყო მთლად მომგებიანი შეიძლება, როდესაც ახლა გარიცხვაზეა საუბარი და მერე შეცვალეს. მე მახსოვს პირველი იმედის ჟურნალისტი მოვიდა ჩემთან და უკვე როდესაც მოისმინა ეს პასუხი, რომელიც ახლა მე თქვენ გითხარით, მე თქვა რომ აი თქვენ პოლიტიკური გუნდიდან და ასე შემდეგ. ახლა მოდი დავარქოთ ყველაფერს თავისი სახელი. ალეკო ელისაშვილის ქმედება ის რომ პარტნიორები იყავით გიორგი, ამის გამოხმაურებაც იყო მე მგონი თქვენი პარტიის მხრიდან, როცა თქვით რომ გაემიჯნეთ მის საქციელს. ხომ ასეა, ანუ პარტნიორები რომ არ ყოფილიყავით განცხადებას ხომ არ გააკეთებდით ამაზეც? ანუ ახლა ეს რაღაცა ფაქტზე ვსაუბრობთ, ხო? ახლა პარტნიორები რომ ვიყავით, ეს სულ სხვა საკითხია, ამას ვინმე უარყოფს, ოდესმე? აქ საუბარი იყო ფორმალურ გარიცხვაზე. ალეკო ელისაშვილის ქმედება, რომელზეც მან ისაუბრა, რომ მე ჩავიდინეო, ეს არის ისეთი ტიპის ქმედება, რომელსაც პარტია ძლიერი საქართველო ლელო არ იზიარებს, როგორც არც ერთ ჰიპოთეტურ მოცემულობაშიც კი როგორც ბრძოლის ფორმას, ეს ჩვენს პარტიულ ხაზს, ჩვენს სტრატეგიას არანაირად არ ეხმიანება და ამის შესახებ ძალიან მკაფიო განცხადება გავაკეთეთ პირველივე დღეს. გახსოვთ ეს პარტიული განცხადება. ახლა ამისგან ჩვენ უნდა გავმიჯნოთ ის მორალური ასპექტი, რომელიც ქართულ ოცნებას ნამდვილად არ აქვს შერჩენილი. ადამიანური თანადგომა და ადამიანური მხარდაჭერა ალეკო ელისაშვილის და მისი ოჯახის მიმართ. ასეთი რაღაცა მიუღებელი არის, რა თქმა უნდა, ახლა ქართული ოცნებისთვის უცხოა, მაგრამ რეალურად ამას იყენებენ ისინი მიზანმიმართული კამპანიისთვის, ალეკო ელისაშვილის როგორც პოლიტიკოსის წინააღმდეგ, ლელო ძლიერი საქართველოს ლიდერების მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და მთელი ჩვენი პოლიტიკური გუნდის, პოლიტიკური საბჭოს წინააღმდეგ და თვითონ ჩვენი პარტიის წინააღმდეგ, რომელიც უკვე
არის ასაკრძალ პარტიათან ნუსხაში, ჩვენს წინააღმდეგ შეტანილი აქვს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი სრულიად უსაფუძვლო, აბსურდული სამართლებრივად, ანტიკონსტიტუციური და ანტიდემოკრატიული. და ახლა ცდილობენ რომ ეს ყველაფერი ერთი დრამატურგიის ნაწილი გახადონ. ერთი მხრივ პაპუაშვილი, რომელიც ცნობილი არის თავისი ანტიდასავლური რიტორიკით, ხო, თავისი იერიშებით პირადად ევროკავშირის ელჩზე, გერმანიის ელჩზე, ხო, ევროპელ და ევროკავშირის დიპლომატებზე, რომელიც არის ცნობილი წამხალისებელი, ღვარძლის მფრქვეველი, ხო? გიორგი, საზოგადოების გარკვეულ ნაწილებში ანტიდასავლური განწყობების წამხალისებელი და ახლა ცდილობს რომ ეს საკითხი, ხო, კიდევ ერთხელ ვამბობ, ქმედება როგორც ასეთი ჩვენთვის მიუღებელი, გამოიყენოს სულ სხვა განზომილებაში პოლიტიკური რეპრესიებისთვის. როგორც პოლიტიკოსების წინააღმდეგ, ასევე ჩვენს წინააღმდეგ. ის რომ ტერორიზმი არის. ჩვენი თანამებრძოლია, საიდან არ იქნება გარიცხული გრიგოლ გეგელია, მისი მორიგი კარდი იყო ესეთი გრიგოლ გეგელიას ეს ციტატა ჰქონდა გამოტანილი. ანუ თქვენ ფიქრობთ რომ ალეკოს უნდა გაირიცხოს? ხო. როგორ უნდა გაირიცხოს პარტია, დამოუკიდებელი პარტიის მოქალაქეების თავმჯდომარე, ვინ უნდა გარიცხოს ძალიან მაინტერესებს. ანუ ეს ჩვენი თანამებრძოლია არცაიდან არ იქნება გარიცხული, გეგელია რომ ამბობს, ვერ გავრიცხავ ლოგიკურათო, მაშინ ესე ასე ვთქვათ, მისი ეს ციტატა იქნა გამოყენებული პაპუაშვილის მხრიდან. მოკლედ, თქვენ ფიქრობთ რომ ამ ამბავს იყენებს თქვენს წინააღმდეგ, ალდეს წინააღმდეგ, ანუ რა თქმა უნდა, ეს ასეთი არის პაპუაშვილის, ვთქვათ, მონაგარი ამ კონკრეტულ თემაზე. ასე უყურებ? მოდი, არა, რა თქმა უნდა, ახლა 10 დღის კამპანია არის, ხო, დაგეგმილი. ისევ დაუბრუნდეთ რამდენიმე დღის წინანდელ ნათქვამს, როდესაც ის გადაჭრით საუბრობდა ტერორიზმზე, ანუ ტერორისტი ალეკო ელისაშვილი, ტერორიზმის მფარველი პოლიტიკური პარტია და ტერორიზმის მფარველი ევროპული პოლიტიკური ოჯახი. შალვა პაპუაშვილი არის იურისტი. ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, სანამ მისი დამნაშავეობა არ დადგინდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. საქართველოს კონსტიტუცია 31 მუხლი მეხუთე პუნქტი. ყველას შევახსენებ ქართულ ოცნებაში. ეს არის ჩვენი კონსტიტუციის ფუნდამენტური პრინციპი. მით უმეტეს, როდესაც ოფიციალური პირები პირდაპირ უაპელაციოდ საუბრობენ იმაზე, რომ თავად ის არღვევს უდანაშაულობის პრეზუმპციას ამბობთ თქვენ და მეორე ვერ საიდან ვერ გარიცხავთ ელისაშვილს. იმიტომ რომ არ არის თქვენი პარტიის. ერთი მხრივ არღვევს უდანაშაულობის პრეზუმპციას და მეორე მხრივ, როდესაც ფაქტობრივად საკანონმდებლო შტოს ხელმძღვანელი ამას საუბრობს ასე დაჭრით, ეს არის უკვე პირდაპირი ზეწოლა სასამართლო ხელისუფლებაზე, ხელისუფლების სხვა შტოზე. მადლობა. ამას რომ თავი დავანებოთ, ხო, ეს არის ის ნარატივი, ის რიტორიკა, რომელსაც ცდილობენ ბუნებრივია და თქვენს უკვე პირდაპირ რომ აპირებენ პარტიების აკრძალვის პროცესში ეს დაუდონ საფუძვლად. ეს არის სრული აბსურდი. მადლობა გიორგი, მადლობა, დაველოდოთ რა გაგრძელება ექნება მათ შორის პარტიების აკრძალვის მათ ინიციატივას. მადლობა გიორგი სიორიძეს, რეკლამის შემდეგ